2 საუკუნეა საქართველოს ფოსტა ადამიანებს შორის მიიკვლევს გზას. 1805 წელს დაწყებული ისტორია ყველა გზავნილისა და ადრესატის ამბებს ინახავს. ამ დროის განმავლობაში ეროვნულმა საფოსტო ოპერატორმა არაერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა. ამჯერად საქართველოს ფოსტამ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მორიგი, ერთობლივი პროექტი წარადგინეს. საქველმოქმედო მარკა ივრის ზეგანზე არსებულ ბიომრავალფეროვნებას წარმოაჩენს. ყოველი რეალიზებული მარკიდან სიმბოლური თანხა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. მნიშვნელოვანია საქართველოს პოსტის საქმიანობა არის სოციალური პასუხისმგებლობით დატვირთული და უშუალოდ დღევანდელ ღონისძიებას რაც შეეხება ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ წითელ ჯვართან უკვე წლებია. თანამშრომლობის სია ესე ვთქვათ არის ძალიან შთამბეჭდავი და მრავალრიცხოვანი. კონკრეტულად მიმდინარე ინიციატივას რაც შეეხება ეს არის მარკის ივრის ზეგანზე არსებული ბიომრავალფეროვნება ჩაშვება სხვადასხვა სერვის ცენტრებში, რომელიც წარმოდგენილია ყველა სერვის ცენტრში საქართველოს მასშტაბით და ყოველი რეალიზებული მარკიდან თითო ლარი ჩაირიცხება წითელი ჯვრის საზოგადოების საქველმოქმედო ფონდში საქველმოქმედო მიზნებისთვის. 2018 წლიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და საქართველოს პოსტა ურთიერთთანამშრომლობა შედგა. 2018 წელს პირველად გამოუშვით ჩვენ საქველმოქმედო მარკა მარო მაყაშვილის, რომელიც არის ეროვნული გმირი და ასევე იყო საქართველოს წითელი ჯვრის მედდა და მოხალისე. შემოსული თანხა მიდის წითელი ჯვრის საქველმოქმედო ფონდში და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს გრძელდება, ეს ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა, რომ ისევ გამოუშვით საქველმოქმედო მარკა. ამ ჯერზე ჩვენ შევძლებთ, რომ დავეხმაროთ მარტოხელა ხანდაზმულებს, ასევე ბინაზე მოვლის საქართველოს წითელი ჯვრის ბენეფიციარებს და მოუწოდებდი ყველა კომპანიას ჩავერთოთ აქტიურად, მივიღოთ მონაწილეობა საქართველოს წითელი ჯვრის ღონისძიებებში. საქართველოს პოსტის მარკების თემა მრავალფეროვანია. ინფორმაციის გარდა მარკები ეროვნულ შინაარსს ატარებს. ყურადღებას მიმართავს საქართველოს სიმდიდრეებისკენ. ივრის ზეგანზე არსებული ბიომრავალფეროვნება სწორედ ამ გზავნილის მატარებელია. მარკებზე ის იშვიათი სახეობის ფრინველებია გამოსახული, რომლებიც წელიწადის ყველა დროს ზეგანზე ატარებენ. დავხატეთ ის ფრინველები, რომლებიც არის იშვიათი სახეობის და ასევე არის ამ ტერიტორიაზე. ასევე მარო მაყაშვილის მარკა, რომელიც ესე ჩემი გაკეთებულია, ძალიან დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით ვაკეთებდი. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში მონაწილეობას ვიღებ ხშირად. მადლობა საქართველოს პოსტას და წარმატებებს უსურვებ. კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს პოსტამ არაერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა. შეგვახსენა პირველი უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები. წიგნებით დატვირთული ესტუმრა მაღალმთიანი სოფლების სკოლებსა და ბაღებს. მოზარდებს მისცა შესაძლებლობა გაცნობოდნენ ანიმაციების სამყაროს და ასე აღმოჩნდა საქართველოს პოსტა თოჯინური ანიმაციის ფილმში. საქართველოს პოსტის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებენ უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას, რომელიც თავისი ბუნებით, ხასიათით სოციალური გახლავთ და როგორღაც ჩამოყალიბდა თითქოს შინაგანი მოთხოვნილება და მიდრეკილება ხელმოქმედებისკენ პოსტის თანამშრომლების მხრიდან და აქედან გამომდინარე ჩვენ მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობთ როგორც წითელ ჯვართან, ასევე საგანმანათლებლო სხვადასხვა დაწესებულებებთან, განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან, მეტი ყურადღება მაღალმთიანი რეგიონებისკენ გვაქვს და პირობითი საზღვრისპირა სოფლებისკენ, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ასევე ხელმოქმედების სახით პოსტის თანამშრომლების და კომპანიის სახელით მსგავს ღონისძიებებს მუდმივად ვახორციელებთ. საქართველოს პოსტა ხელმოქმედებისთვის მუდამ მზად არის. ის აგრძელებს გზავნილებთან ერთად სიკეთის გაზიარებას.